საქართველოს მთავრობამ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ფორმირება დაიწყო ცვლილების შემდეგ საპროცესო გარიგებისათვის ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება აუცილებელი გახდება. ამასთან ოქმში დაწვრილებით აღიბეჭდება პროკურორთან შეთანხმების დეტალები. ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, როგორც ავტორები განმარტავენ, იზრდება დაზარალებული მხარის უფლებებიც. თამარ კორძაიას თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მისი მოლოდინი სწორედ საპროცესო შეთანხმების გადახედვას უკავშირდებოდა. ეს იყო სრულად გაუმჭვირვალე პროცესი და აბსოლუტურ დისკრეციას აძლევდა საგამოძიებო ორგანოებს გადაწყვეტილება მიიღოთ სუბიექტურად და მიკერძოებულად. დღევანდელი ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო მუშაობენ ამ თემაზე და მათ წარმოადგენს საკმაოდ კარგი ინიციატივა, სადაც საპროცესო შეთანხმება სასჯელზე გაუქმდება, საერთოდ გაურკვეველი ინსტიტუტი იყო სასჯელზე შეთანხმება. ამ თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი ამბობს, რომ არა დამნაშავე არ ვარ, მაგრამ მზად ვარ სასჯელი მომიხადო, დაახლოებით ასეთი ინსტიტუტი გქონდა. რეფორმებს მიესალმება, თუმცა მის სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობაზე საუბრობს ხატია დეკანოიძე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იმედოვნებს, რომ ინიციატივა მდგომარეობას არ გააუარესებს. არავინ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რეალურად რაიმე კანონპროექტს, რაიმე მოვლენას, რაიმე თქვათ უკვე ჩატარებულ რეფორმას არ სჭირდება რაღაცა გარკვეული სახეცვლილებები, ფორმირებები, მაგრამ ეს რეფორმა და ეს სახეცვლილება უნდა იყოს აბსოლუტურად სახელმწიფოებრივ ჩარჩოში მოქცეული და ადეკვატური დაუშვათ იმ რეალობისა, სადაც ჩვენ ცხოვრობ და სადაც ჩვენ გვიწევს ყოველდღიურად თქვათ ძალიან ბევრ მოვლენასთან შეხება. კანონპროექტს პოზიტიურად აფასებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, თუმცა მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის ინტერესები დოკუმენტში მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ცვლილებები არ არის არსებითი ხასიათის და აუცილებელი იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ძირეული ხასიათის ცვლილებები შესულიყო. არსებითად ამ ცვლილებების თანახმად რეალურად არ იცვლება. ანუ კვლავ რჩება საფრთხე, რომ შესაძლებელი არის არასათანადო მოპყრობის ხერხი გახდეს ბრალდებული, თქვათ იძულების შედეგად მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ისე რომ მოსამართლემ ეს რეალურად ვერ გამოარკვიეს პროცესზე. ამის მექანიზმი თავდაპირველად იყო შემოთავაზებული თავად იუსტიციის სამინისტროს მიერ. მაგრამ შემდგომში ამოიღეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ განსახილველად პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.